მოკლედ დღეს ესე ვთქვათ, კიდე მინდა ჩავწერო ესეთი გაშლა თქვენთვის, ანუ ჩაფიქრებული პიროვნების მოქმედებები, ნაბიჯები, ანუ მოქმედებები და ნაბიჯები თქვენს მიმართ როგორი იქნება ხო თქვენთან მიმართებაში. ისევ და ისევ კომენტ მოგმართავთ, რომ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემი და თქვენი ენერგობალანსისთვის და იმისთვის, რომ მე მქონდეს ასე ვთქვათ ხალისი და სურვილი, რომ კიდევ გავაგრძელოთ თქვენთვის საჯარო გაშლების ჩაწერა, უფრო და უფრო მეტი საჯარო გაშლა, უფრო და უფრო მეტი სიღრმით, უფრო და უფრო ასე ვთქვათ სხვადასხვა საკითხებზე და რა ვიცი, თემები ვისაც გინდათ მომწერეთ, კომენტარებში რა თემები გაინტერესებთ, პატარ-პატარა ნაწილებად შეიძლება გამიხილო კიდევაც თუ დღეს მოვასწრებთ, რასაც გამიხილავ ამ თემებს თქვენთვის და დავდებ. მოდი ვნახოთ ჩაფიქრებული პიროვნების მოქმედებები თქვენს მიმართ, ხო? თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნების მოქმედებები. ახლა რადგან პიროვნებაზე ვშლით, მოდი მის ენერგიებით დავიწყებ. მე საერთო ჯამში გაშლის ენერგიებით დავიწყებ გაშლას და მის ენერგიებზე გადავალ, ხო? მოქმედებები. რიანი ხმლები მიგვითითებს იმაზე, რომ პიროვნება რეალურად ახლა მოქმედების თემაში არის შეზღუდული. შეზღუდული შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. რიანი ხმლები მიგვითითებს იმაზე, რომ საქსოციალურ სადაც მიგვითითებს. ან თქვენ ყავთ დაბლოკილი ეს პიროვნება, ან მას ყავთ დაბლოკილი რეალურად და აქედან გამომდინარე ვერ ხდება ვერც კონტაქტი, ვერც იმის თქვა შეთანხმება, რომ შეხვედრა მოხდეს თქვენ შორის და ასე შემდეგ, ხო? შესაძლებელია იყოს სხვა ფაქტორები, რაც გამოხატული შეიძლება იყოს ბლოკები თქვენს ურთიერთობაში, რომ შეზღუდულია პიროვნება ნაბიჯების გადმოდგმისგან თქვენთან მიმართებაში, რადგან არსებობს ესა თუ ის ფაქტორები, ესა თუ ის პიროვნებები, რაც მას ხელს უშლის, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადმოდგეს თქვენთან მიმართებაში აქტიურად და ღიად, ხო? აქედან გამომდინარე, აქ ჩანს ნაბიჯების მხრივ შეზღუდვები მესამე პიროვნებების და მესამე ფაქტორების და გამო. პლუს ამას შესაძლებელია იყოს ბლოკები, როგორც თქვენი მხრიდან, ასე მისი მხრიდან, სოციალურ ქსელებში ბლოკებსაც გულისხმობ ამ ბლოკებში და მოკლედ სიტუაცია არის ჭაობური. მე ამ ხმლებს ზოგადად ვეძახი სიტუაციას, რომელიც აი ჭაობს, გავს დაჭაობებული სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში. ახლა და აქედან გამომდინარე, ჭაობიდან ამოსვლა ძალიან რთულია და რთულია ასევე ნაბიჯების გადმოდგმაც ამ პოზიციიდან გამომდინარე. სირთულეები, მოყვა გვინდა, მაგრამ გვიჭირს, კი ბატონო. გვინდა და გვიჭირს ათიანი პენტაკლი. ნუ რა ვიცი რატო, მაგრამ აქაც ჩანს თითქოს რომ რა ვიცი, დაოჯახებულ მამაკაცზე გვაქვს მაინც და მაინც საუბარი, ან რა ვიცი, პიროვნებაზე დაოჯახებული შეიძლება იყოს პიროვნება, აქედან გამომდინარე ეს ბლოკები. ან სამსახურეობრივი თემა იყოს, თქვათ, მესამე ფაქტორი. ანუ ათიანი პენტაკლი ჩემთვის ასე ვთქვათ, არის კოლექტიური არკანი, ხო, სადაც ბევრი პიროვნება ფიქსირდება ადამიანის ენერგოველში და ადამიანის გვერდით და გარშემო, ხო? ცრიანი კვერთხევიდან გამომდინარე, რეალურად პიროვნებას აქ ნაკისრი ვალდებულებები, ან ზურგზე შემოკიდებული ვალდებულებები, თუნდაც თავისი ახლობელი ხალხის მიმართ, ხო, ოჯახის მიმართ, რომლებსაც იგი გვერდს ვერ აუვლის და ძალიან რთულია მისთვის, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადმოდგმა, აი თუნდაც რიანი ხმლები გამოხატავს მის ენერგიებს, ხო, რატომაც ესე მომინდა, რომ პირდაპირ გამეშალა და ფონით არ დამეწყო, ფონზე რაც იქნება, ეს არის ნახეთ თასების პაჟი. რეალურად პიროვნება ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან მიმართებაში, რომ გადმოდგას ნაბიჯები ახლებურად მოვიდეს თქვენთან, იმიტომ რომ აქვს მას თქვენთან ნაღდი გულწრფელი ემოციები, მართლა ძალიან უნდა თქვენთან ყოფნა, მაგრამ ფონურ არკანთან ერთად მიუხედავად მისი ამ სურვილებისა, რვიანი ხმლები დღევანდელი მისი ენერგიები, რაც არის დაბრკოლებები, არის ბარიერები, რისი, ესე ვთქვათ, გადაბიჯებაც მას ძალიან უჭირს და ძალიან ესე ვთქვათ, რთულ მდგომარეობაშია. არის ის რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს და ძალიან მძიმე ენერგიებში ფიქსირდება პიროვნება ახლა, თუმცა ძალიან დიდი სურვილიც აქვს აქედან გამოძრეს, გადმოდგას რაღაც აქტიური ნაბიჯები, რაღაცნაირად ზალღონეს არიშურებს თქვენთან ნაბიჯების გადმოდგის თემაში, ოღონდ ჯერჯერობით ფიქრის დონეზე თუ რა გააკეთოს იძაბება, იმიტომ რომ აქ რეალურად ნაბიჯებს ვერ ხედავ, რომ პრაქტიკული ნაბიჯები იყოს, უფრო ფიქრის დონეზე ეს ყველაფერი, მაგრამ იმასაც ფიქრობს ეს პიროვნება, რომ აქვს ეს ვალდებულებები, ათიანი პენტაკლების სახითაც შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, ოჯახი,
სტაბილური პიროვნება მის ცხოვრებაში, ბავშვები, ფინანსური მდგომარეობა, მატერიალური მდგომარეობა, რომელიც ასე ვთქვათ მას გააჩნია, მქონება, რომელიც ამასთან ცხოვრებაში აქვს შეძენილი და თქვათ ამ ნაბიჯის გამოდგით თქვენთან შეიძლება ეს ყველაფერი დაკარგოს და აქედან გამომდინარე, აი, მოკლედ ტვინი და თავი აქვს გახეთქვაზე და გაგლეჯვაზე იმ მდგომარეობამდეა მისული ფიქრი თუ რა გააკეთოს, ნუ ვერა მაინც ვერ პოულობს გამოსავალს და არ გამორჩა ამ სიტუაციების გამო თქვენ ეს პრობლემა დაბლოკეთ, მიბლოკეთ, გადაბლოკეთ ყველგან და ნუ მოკლედ რაღაცნაირად ცდილობთ ინფორმაციები მოიძიოს, მაგრამ ვერ შვება ამ ყველაფერს და რაც უფრო მეტად თქვენგან შორს არის ეს პიროვნება, მით უფრო მეტად აცნობიერებს იმას, რომ აი თითქოს აი ამ ყველაფრის შემდეგ რაც თქვენ შორის სტაგნაცია მოხდა და დაშორება ეს დროებით თუ რაც არის თავის ჭკუაში წერტილი რაც მოხდა, თუმცა მე აქ უფრო ხედავ პაუზას, ხო? ფიქრობ რომ მაშინ მიხვდა ეს პიროვნება სადაც იმას რომ თქვენთან თუმენ ნახდათ ქონია გზნობები, მაგრამ რა თქმა უკვე პიროვნება როცა გვერდი ყავდა არაფასებდი, როდესაც აღარ ყავდით მე აფასებ უკვე, ხო? თუმცა მაინც არ შეიძლება სიტუაციას მისი ეს დასკვნები რომ თურმე ყვარები ხართ, იმიტომ რომ აქვს ზოგჯერ შემოკიდებული პასუხისგებლობები და ვალდებულებები, რასაც ის თავს ვერ არიდებს ასე მარტივად, ხო? პენტაკლების პაჟიდან და 6-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე, თითქოს ეს პიროვნება თქვენი მხრიდან ელოდება რაღაცა პატარა მინიშნებას, თუნდაც ისო ამობლოკოთ, ხო, თუნდაც ის თქვენი ამობლოკვა მისი სოციქსელებიდან, ან თუნდაც შეიძლება თვითონ ყავხართ დაბლოკილი და თუნდაც ისო პატარა, აი, რო შეეხმიანოთ, ან რო გაიგოს რომ ცდილობთ რომ მათთან კონტაქტი დაამყაროთ, ხო? აში პენტაკლიდან გამომდინარე, ამობლოკავთ ეს პიროვნება რეალურად ამ სოციქსელებიდანაც გამოდგავს ნაბიჯებსაც, შეიძლება იმდენად სერიოზულ ნაბიჯებს არა რომ აი წავიდა სტაბილურობიდან მოვიდა თქვენთან, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაცნაირად რომ გაუხარდება ჯერ ეს ერთი გამოიყენებს ამ შანსს რეალურად ერთი თემიდან გამომდინარეც რომ თუ თქვენ ყავთ დაბლოკილი და ამობლოკავთ ეს მისთვის მინიშნება, ისიც თუ მას ყავთ დაბლოკილი და გაიგებს რომ მასზე ინფორმაციებს ეძებთ, თუმცა დაუკავშირდეთ, ესეც ძალიან გაახარებს და 6-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე, თუ ის იზრობს იმას, რომ თქვენგან მოდის რაიმე სახის, ასე ვთქვათ, დათმობა, ნაბიჯის გადმოდგმა, თუნდაც პატარა, ხო, აი პატარა ნაბიჯი, ხო, ის რეალურად გამოიყენებს ამ შანსს და ну არ ვიცი ხო თებს გადააბრუნებს ხო და გაგიჟდება და გააფრესკო მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლებელია განახლდეს ესე თქვა თქვენი კავშირი და ურთიერთობა და ჩაფიქრებულის მოქმედებები შესაძლებელია დამოკიდებული იყოს თქვენს მოქმედებებზე, თუნდაც ერთი ვარიანტი ან მეორე ვარიანტი თუ თქვენ თქვენი მოქმედებებიდან გამომდინარე, მისი მოქმედებებით ასე თქვა ამოქმედ ისა დაიძვრება და დაიწყეს მოქმედება თქვენთან მიმართებაში. ყველა ვარიანტში თქვენ გამოდიხართ პირველი მიწნაბიჯნა გადადგათ თუნდაც ამობლოკვით, თუ თქვენ ყავთ დაბლოკილი და არ უშევთ თქვენ ასე თქვა სივრცეში და 100 მეტრზე ახლოს, ხო? ან თუნდაც ის ვარიანტი რო ავიღოთ, თუ მას ყავთ დაბლოკილი, რომ გაიგოს რომ თქვენ ცდილობთ მასთან დაკავშირებას, ამ შანსსაც აუცილებლად გამოიყენებს ეს პიროვნება და აი ნახეთ კოშკი. ამ ყველაფრის მე კარგად მოყვა, ხო? აი უცაბედად რაღაცა შეიცვლება თქვენს ურთიერთობაში, აუცილებლად შეიცვლება კოშკი, აი ზოგადად კინტკივნეული გარდატეხა, მაგრამ უცაბედი რო არ ელოდები, უცებ თავზე და გატყდება მეხივით, ხო ხვდებით? აი უცებ რაღაცა შეიცვლება. აი ვნახოთ რა შეიცვლება ამ სიტუაციაში მაშინ. საბოლოო ჯამში ნახეთ ამ კოშკიდან გამომდინარე რა იქნება სამიანი პენტაკლები, რეალურად რაც მეუბნება იმას უკაცრავად სამიანი პენტაკლები საიდან მოვიტანე, ბოდიში მოგიღეთ სამიანი კვერთხი, ხუთიანი პენტაკლები, სამჟავროს არკანი, მოკლედ შოკში ვარ, ცოტა ცხელა და მაპატია და არკანებს ვცნობ, დამაბრალებ უცოდინრობას, ან გოცნობით მე ყველაფერი, რატომ მაინც სამიანი პენტაკლებს არ ვიცი. ხუთიანი პენტაკლები სამჟავროს არკანი არის და სამიანი, ალბათ სამიანი კრემოდანი კვერთხები არის შემდეგ, ხო? შეხედათ რეალურად რა იქნება ის მივა სამჟავროს არკანიდან გამომდინარე და ხუთიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ანუ მიხვდება რომ გაუსაძლის სიტუაციაში, სადაც ის ურესურსებს თავს და აღარ შეუძლია ყოფნა და ღატაკად ძებს თავს, უნდა გამოვიდეს და აქედან გამომდინარე დაიწყოს
იწყებს სამომავლოდ ფიქრს თქვენთან ასე ვთქვათ რეალურ ნაბიჯებზე, როგორ გადმოდგას და რანაირად გადმოდგას და რეალურად ეს ნაბიჯები ამ ყველაფრის შემდეგ იქნება, ხო? აი შეხედეთ კვერთხების მეფიდან გამომდინარე ის ამ შანსს არ გაუშვებს ხელიდან დამიჯერეთ და დაიწყებს აქტიურ ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში. კი ბატონო, აჰა. და აი აშკარად გადაწყვეტილებას მიიღებს აი როგორ იცით სუფთა გონებით, აი ემოციების გარეშე, რომ მე ასე მინდა და ასე გავაკეთებ. თუნდაც იყოს ეს დამოკიდებული იმაზე, რომ მოუწევს ბევრი სირთულის გადატანა. კი ბატონო, თასების მეფე ამოდის. იმიტომ რომ მას ეს უნდა, იმიტომ რომ მას უნდა თქვენთან მოსვლა, იმიტომ რომ მას თქვენთან უნდა ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენთან მას აქვს ეს გრძნობები, დღესდღეობით ფარულად, მალულად ინახავს თავის გულში ამზადეს თასების მეფიდან გამომდინარე და მოუნდება რომ ეს გრძნობები სააშკარაოზე გამოიტანოს, იმიტომ რომ იქ სადაც ის ახლა არის და დიდი ხანია ის იქ არის, სადაც არის სტაბილურობაში, მოწყენილია, ურესურსად არის, აღარ უნდა იყოფნა და გაჩერება და თითქოს აი ყელში რო ამოუვალო დინი 7-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე ის ლოდინს რეალურად დაარღვევს. კი ბატონო, და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არჩევანი გააკეთოს, არჩევანი გააკეთოს და ხელთ აიღოს ის შანსი და გამოიყენოს ის შანსი, რასაც მას ბედისწერა სთავაზობს და ცხოვრება აძლევს, იმიტომ რომ შესაძლოა მეორედ ეს ვარიანტი აღარ შესთავაზოს ცხოვრებამ, ხომ? აი შეხედეთ. კი ბატონო, ეს თქვენთან ჩაფიქრებული პიროვნების ნაბიჯები და მოქმედებები იქნება დაკავშირებული რაღაცის დასრულებასთან, იმისთვის რომ ახალი დაიწყოს. კი, ტკივილიანი იქნება ეს დასასრული, სადაც თქვათ მას დასასრულებელი აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი თქვენთან ურთიერთობაში, რომ გამოიყენოს ის შანსი, რასაც ის უკვე რეალურად ფიქრობს, რაშიც თითქმის დარწმუნებულია, რომ უნდა დაასრულოს ერთი, რომ დაიწყოს მეორე. ეს ამ ადამიანს გაცნობიერებული აქვს თქვენთან მიმართებაში. კი ბატონო, ეს არის 6-იანი ხმლები. ეს არის რომ გვეუბნება ეს ეკანი, რომ პიროვნებას სურს რომ გაცუროს მშვიდი ნაპირებისკენ, სიმშვიდისკენ, სადაც მას უნდა ყოფნა, სადაც მას ექნება სიმშვიდე. სიყვარული, რა ვიცი, ყველაფერი, სადაც მას უნდა ყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ 10-იანი ხმლები გვეუბნება, რომ მას მოუწევს რაღაცის დასრულება და ეს რაღაც არის მისი სტაბილურობა, კი ტკივილიანი იქნება, ძალიან შეიძლება დიდი ზარალის მომტანი, მაგრამ ასე ვთქვათ, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გააგდეს ეს ნაბიჯი, რადგან მის ცხოვრებას და მას ასე სჭირდება ის გადაწყვეტს, რომ თავიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება, ნულიდან დაიწყოს იქ, სადაც მას უნდა, ვისთანაც მას უნდა. და ეს სულელივით შეხედეთ, რო არ იცის რას მოუტანს წინ ეს ყველაფერი, გადმოდგავს მაინც თქვენთან მიმართებაში ნაბიჯებს და ახლებურად დაიწყება თქვენი ურთიერთობა. ძალიან კაი გაშლა და ფონურ არკანზე უკვე ვისაუბრეთ. ძალიან კაი გაშლა გამოვიდა ფოტოშოპის სეპი და გაშლიზოს მომენტი თქვენთან საუბარი და ვფიქრობ, რომ იდეალური გამოვიდა. შესაძლოა ეს ფორმატი შემდეგშიც ადრე მქონდა ხოლმე ეს ფორმატი და რატომაც ახლაც ესე მომიდა, რომ მეყოლა ერთბაშად მოქმედებებთან მიმართებაში პიროვნების, ხო? იქნება და რა, ვფიქრობ, რომ კარგი ინფორმაცია მოგაწოდეთ, სიტუაციასაც მივხვდით, რა სიტუაცია, რა ტიპის ურთიერთობა, ამასაც მივხვდით, რას უნდა ველოდეთ, ამასაც მივხვდით, თქვენი მხრიდან რა არის საჭირო შემოყარება და ურთიერთგაგება, მოთმინება და ასე ვთქვათ, ნაკლები ეჭვები და შევეცადოთ, რომ პიროვნებას მივედოთ და გავგოთ რთულ სიტუაციაში, როცა იმყოფება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით ყველა ვისთან ვიწყებთ ურთიერთობას, რისი მომტანი იქნება და შემდეგ გავგიჟდებით ხოლმე, მოგვინდება, რომ აი უცებ პიროვნებამ გადადგას ეს ნაბიჯები, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა და თუ არ დგავს მე დეპრესია, რა ვიცი, აპათია, გვემართება ხოლმე, ხო? პატარა ხალხი არა ვარ და პატარა ბავშვები არა ვართ, რომ რაღაცნაირად ყველაფრის გადაბრალება მე გვინდა პარტნიორებზე ხოლმე. მოკლედ ეს იყო სულ ეს ყველაფერი, რაც ნაბიჯებს შეეხება, მოქმედებებს შემართებაში, რა მოყვება ამ მოქმედებებსაც თითქმის ესეც განვიხილე და რა ვიცი, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო შემოძვირფასებოდა და კარგება და გემშვიდობებით დროებით. დღეს არ მგონია კიდე ერთი გაშლა ჩავწეროთ, თუ თქვენ ამას არ მოინდომებთ. რა ვიცი, ჩაწერეთ კომენტარებში, თუ დღეს არა ხვალ აუცილებლად შევიწევთ მაგ გაშლებს, რაზეც თქვენ გსურთ რომ მოისმინოთ პასუხები. ნახვამდის, კარგად იყავით.